გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მე რამდენად ვწმუნდები, რომ ჩვენი დასავლელი უფროსი ძმები და დები სრულიად ვერ ერკვევიან ქართული ადამიანის იდუმალ ბუნებაში. აბა რომ ერკვეოდნენ, კი არ დადებდნენ ფსონს არანაირ ნინო ლომჯარიაზე. აი როგორ არ უნდა იცნობდე ქართველს, რომ გეგონოს რომ ნინო ლომჯარია მორიგ არჩევნებზე რაღაც წარმატებას მიაღწევს. ვინ ყავთ კონსულტანტები ჩვენს დასავლელ უფროს ძმებსა და დებს? საინტერესოა. ალბათ თვით ნინო ლომჯარია კონსულტანტი. ნინო ლომჯარია ეუბნება, რომ მე ნინო ლომჯარია ვარ უაღრესად პოპულარული და უაღრესად ქარიზმატული. ჩემზე დადეთ ფსონი და მე გავიმარჯვებ და მე რასაც მიბრძანებთ, იმას გავაკეთებ. დასავლელი უფროსი დები და ძმებიც უჯერებენ. რატომ უჯერებენ? ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა რატომაა სხვა საკითხი? სწორედ რომ პირველი საკითხია, რატომ უჯერებენ დასავლელი უფროსი დები და ძმები ნინო ლომჯარიას. ნინო ლომჯარია როგორც კი სახალხო დამცველის უაღრესად რთულ და პატივსაცემ თანამდებობას შეეშვა, რომლის დროსაც ის რთულად და პატივსაცემად იცავდა მთელი ხალხის თუ არა იმ ხალხის ყველაზე ღირსეული წარმომადგენლის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, მაშინვე მიიღო ხელი ახალი პერსპექტივების მოძიებას და ნახა კიდეც. დიახ, უმალ შექმნა საზოგადოებრივი პლატფორმა საქართველოს ევროპული ორბიტა. მშვენიერი სახელია საქართველოს ევროპული ორბიტა. ალბათ სახელიდან გამომდინარე, პლატფორმა ითვალისწინებს, რომ ის გაიყვანს საქართველოს ევროპულ ორბიტაზე და იქ მძლავრად დაატრიალებს. დიახ, პლატფორმა შეიქმნა, პლატფორმას უკვე გამგეობა ყავს. გამგეობაში ლომჯარიას გარდა რონდელის ფონდელი კახა გოგოლაშვილია, ლომჯარიას ყოფილი მოადგილე ეკა სხილაძე და ისტორიკოსი ნიკოლოს ალექსიძე. პლატფორმას უკვე PR მენეჯერიც ყავს, ვინმე ვიკა ბუკია, ტელევიზიული ჟურნალისტი, რომელიც იმითაა განთქმული, რომ TikTok-ებში თავის მშვენიერი გარეგნობის დამახინჯებულ გამოსახულებებს დებს და ხუმრობს. საინტერესოა, ვინ აფინანსებს ამ პლატფორმას? ჯერ მეგონა, რომ სახელიდან გამომდინარე, რომელიმე რკინიგზის სააგენტო. სიტყვა პლატფორმა ჩემში იწვევს რაღაც სადგურულს, ვაკზლურს, რკინიგზისეულს, მაგრამ მერე უფროსმა მეგობრებმა ამიხსნეს, რომ გარდა რკინიგზის რელსებისა და შპალების, პლატფორმა კიდევ არის პოლიტიკური პარტიების პროგრამა და დავწყნარდი და მე რამდენად დაურწმუნდი თუ როგორ ვარ ჩამორჩენილი დღევანდელობას. აბა ჩემში პლატფორმა მხოლოდ შორეული მგზავრობის რომანტიკასთან და პრავადნიკთან ასოცირდება და ეს ასე არ ყოფილა. მოკლედ, ლომჯარია გამოდის დიდ პოლიტიკურ არენაზე და რასაკვირველია, თავისი ძალებით ის ვერ გამოვა. ამისთვის ფულია საჭირო. და ლომჯარიას ვიღაც აფინანსებს, ვიღაც უცხოელი, დასავლელი. ავანსად მას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯილდოც გადასცა მომავალი წარმატების წასახალისებლად. 2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო. ასე ქვია იმ წახალისებას, რაც ლომჯარიამ მიიღო. ხომ წარმოგიდგენიათ, ერთი სააკაშვილის უფლებების თავდაუზოგავი დაცვისთვის ლომჯარიამ ამხელა ჯილდო მიიღო და ჭკუარო ეხმარა და სხვა ადამიანების უფლებებიც დაეცვა, ალბათ ნობელის მშვიდობის პრემიასაც გამოჰკრავდა ხელს. წარმოვიდგინე, ალბათ იდგა დაჯილდოებული ლომჯარია, ეკავა ხელში სიგელი, იღიმებოდა თავისი დამაბრმავებელი ღიმილით და ალბათ იმას ვფიქრობდა, რაც მე ვთქვი ახლა. ერთხელ მაინც მივსულიყავი ციხეში და უბრალო მსჯავრდებულები მომეკითხა, ახლა ნობელი ჯიბეში მედებოდა. ხუმრობ რასაკვირველია, მაგრამ ისევ გავიმეორებ იმას, რაც თავში ვთქვი. სრულიად არ იცნობენ დასავლელი უფროსი დები და ძმები ქართველი კაცის ბუნებას, როდესაც ლომჯარიაზე დებენ ფსონს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.